გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ნათია მაქაცარია და ეს გახლავთ კოსმოპოლიტიკური პოდკასტი. დიდი მადლობა რომ მიყურებთ. დღეს მინდა ვილაპარაკო ამერიკაზე, ისევ რა თქმა უნდა, ამერიკის შიდა პოლიტიკაზე. ადრეც ვთქვი და ახლა ვცემეორებ, რომ ამერიკამ როგორც საგარეო პოლიტიკა შეცვალა და თავდაყირა დააყენა, ისე შეცვალა დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართაც. ზუსტად ესე არის თავდაყირა დაყენებული შენით ყველაფერი. მე კი მესმის, რომ ჩვენ ბავშვობიდან ვისნობთ ამერიკას, რომელიც არის მშვიდობის, დემოკრატიის, თავისუფლების გარანტი, ზოგი ქვეყნებისთვის მშვიდობის არა, სამწუხაროდ, ანგელოზი ამერიკა არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ის ჩვენ გვახსოვს ყოველთვის რა გრძნობას იწვევდა ამერიკა ჩვენში, მაგრამ სამწუხაროდ ეს ამერიკა, ტრამპის ამერიკა აღარ არის ის ამერიკა, რომელსაც ჩვენ ვიცნობით და რომლის იმედიც გვქონდა. დღეს ამერიკას მართავენ ტექნოკრატები. ბევრი შემიძლია რომ ტრამპი მართავს, მაგრამ მე შევეცდები რომ დაგიმტკიცოთ, რომ ნამდვილად ტექნოკრატები მართავენ, ის ოლიგარქები, რომლებსაც ძალიან ჭირდებოდათ, რომ ტრამპი მოსულიყო, იმიტომ რომ ის არის ადრეც ვთქვი და ვიმეორებ და სულ გავიმეორებ ყველაზე მარტივად სამართავი კაცი. მას ჭველა რაღაცები უყვარს და კიდე მედალი და გაახარე, შეაქე, მოეფერე. და მოკლედ ძალიან მარტივია მისი მართვა და ასევე მას ძალიან ეშინია და უნდა გავდეს დიქტატორებს. ამაზეც ძალიან ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ფაქტია, რომ აგერ არც ერთ ცივილიზებული ქვეყნის მმართველს არ ცნობს, მაგრამ წითელ ხალიჩას უგებს პუტინს. ზელენსკი გააგდო თეთრი სახლიდან და ბრალი დასდო რომ მას უნდა და შარშან დაახლოებით ამ დროს რომ ზელენსკი ცდილობდა რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, მაგრამ ფაქტობრივად თვითონ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი და ჩამოკიდა პუტინის სურათი თეთრ სახლში. და ნუ კიდე შეიძლება რომ ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ ეფერება ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს, როგორ ეფერება როდრიგეს, რომელიც არის მადუროს ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, მაშინ ვენესუელის ტირანიის, რაზეც აგერ გადასწორად ვილაპარაკა მარია მაჩადომ, რომელიც მშვიდობის ნობელის პრიზი აიღო შარშან და რომელიც იყო ოპოზიციის ლიდერი და ხალხის არჩევანი და ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ აგერ ახლა მადურო გაიტაცეს და მარია მაჩადოს დაუჭერდა ტრამპი მხარს, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. მან რაც გააკეთა არის ის, რომ გუშინ წინ აგერ ეფერებოდა და მხარს უჭერდა როდრიგეს, რომელსაც მაჩადომ თქვა სხვათა შორის Fox News-ზე, რომ არის ტირანი და იმაზე მადუროზე უარესი, მაგრამ ტრამპს არ აინტერესებს, არც გველაპარაკებიან იმაზე, როდის დაინიშნება თავისუფალი არჩევნები, არც არანაირი ინფორმაცია არ გამოდის. ფაქტიურად იმ დღეს მაგალითად დიდი ხანი ვეძებდი თუ რა ხდება შიგნით ახლა ვენესუელაში, ვინმე დამოუკიდებელი ჟურნალისტის რამე რო წამეკითხა, ან კონტენტ მეიკერის ვინმეს, მოკლედ თუნდაც ესპანურად გადავთარგმნიდი, მაგრამ არაფერი არ გამოდის. ერთ-ერთი ვიცით, რაც საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებისგან, რომ რაღაც რაოდენობა პოლიტპატიმრობის გამოუჩვის, მაგრამ ძირითადი რაოდენობა მაინც ისევ დაჭერილი ყავთ საშინელ პირობებში. მოკლედ, რა ბევრს ვერაფერს ვერ ვიგებთ. რა ტრამპმა ძირითადად რასაც მიაღწია არის ის, რომ ვერაფერს ვერ გავიგებთ რა ხდება ვენესუელაში. რატომ გაუსვია ამას ხაზი? მოკლედ, ტრამპის ადმინისტრაცია არავის დემოკრატიას არ უწყობს ხელს და პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის დემოკრატიას ანგრევს. ეს ტექნოკრატები, რომლებმაც მოიყვანეს ტრამპი, ხო, რომელსაც ფაქტიურად დაუფინანსეს საარჩევნო კამპანია და არიან იდეოლოგები მისი აი ამ პოლიტიკის, საშინაო და საგარეო. ეს არის მაგალითად პიტერ თილი, აი პალენტიერის დამფუძნებელი. პალენტიერი ალბათ იცით, ეს ორგანიზაცია, რომელიც ყველას უთვალთვალებს და მერე მთავრობას აწვდის ინფორმაციას და ისრაელს აწვდის ინფორმაციას. მოკლედ პალენტიერი, რომელსაც სხვათა შორის
დაახლოებით 1 მილიარდი შემოსავალი ქონდა შარშან და კაპიკი არ გადაუხდია ტაქსებში. გადასახადები არ გადაუხდია. მოკლედ, ამათ ჭირდებოდათ ეს იოლად манипуლირებადი კაცი, რომელიც არანაირ საზოგადოების აზრზე რეაგირებას არ იქონიებდა. ამერიკაში ყველაფერს ზომავენ, რა დამოკიდებულება აქვს ამერიკელებს იმის თუ ამის მიმართ და სულ რომ 80-90% არ ეთანხმებოდეს მაგალითად რაც საკითხში ტრამპს, თუნდაც მაგალითად აი ამ ირანში ომის დაწყება 80% წინააღმდეგი, მაგრამ არ აინტერესებს ან თუნდაც ჯანდაცვა რომ გაუქმა ამერიკელებს, ანუ ჯანდაცვის სუბსიდირება დაზღვევის, არავინ არ იყო ამის მომხრე, მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა. მისი ტარიფები, მოკლედ ნებისმიერი მისი policies რაც მოიტანა, რაღაც ახალი წესები რაც შემოიტანა და ცვლილებები, ეს ყველაფერი არის არაპოპულარული, მაგრამ ტრამპს ეს არ აინტერესებს და აკეთებს იმას, რასაც ავალებენ და სწორედ ამიტომ იყო საჭირო ისეთი კაცის მოყვანა, რომელსაც ეყოლებოდა ისეთი ამომრჩეველი, ვინც არის მარტივად სამართავი, რომელსაც რაღაც ძალიან კომპლექსები აქვს თავისი იმისი, რომ აი კულტურას გვიჩაგრავენ, ეს იმიგრანტები მოდიან და წაგვიშლიან ჩვენს ტრადიციებს, ამერიკულ ტრადიციებს. მოკლედ რა, კარგად გვესმის, ხშირად გვესმის, მოკლედ აი ეს სენტიმენტები, რაც აქვთ ამ ვითომ პატრიოტ ამერიკელებს და მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ეს პიტერ თილი, ეს თავი ერთ-ერთი იდეოლოგი ტრამპის და ერთ-ერთი დამფინანსებელი არის საერთოდ არ უნდა მოწონდეთ შინაარსი, აი ამ შინაარსით ეს კაცი ტრამპის ამომრჩევლებს, ხო? პიტერ თილმა და მასკმა და ასე შემდეგ თითო რო არიან ემიგრანტები, მოკლედ რა გადასარევად იციან, როგორ უნდა აჭამონ, რა უნდა მიაწოდონ. ნაყიდი აქვთ ყველანაირი სოციალური ქსელები, ნაყიდი აქვთ ყველანაირი ტელევიზიები და მოკლედ რასაც უნდათ იმას აწვეთებენ ამ ხალხს და ისიც ძალიან ეხმარებათ, რომ ტრამპის ამორჩეველი ცნობილია იმითი, რომ არც ისეთი განათლებული და ჭკვიანი ხალხია. აი რუკას რო შეხედოთ რა, რო აი თქვათ წითლად გადაფერადებული რომელი შტატებიც არის, თქვათ ვინც ტრამპს მისცა ხმა, აი ზუსტად ემთხვევა იმ შტატებს, რომლებიც არიან ყველაზე გაუნათლებელი, ანუ რეიტინგით ყველაზე ბოლოში განათლების აკადემიური მოსწრების და ასე შემდეგ რეიტინგებით და შესაბამისად რა თქმა უნდა ხამ ხალხის ემოციებზე თამაში ძალიან მარტივია და ძალიან მარტივია რომ დააჯერო ეს არის კულტურათა ომი და ეს ემიგრანტები შემოდიან და ამას გვიზავენ და სინამდვილეში არის კლასების ომი და ყველაზე მდიდარი ებრძვის ყველაზე ღარიბს ამასაც მოგიყვებით თუ როგორ და პიტერ თილი, რომელიც მაგას, ანუ ტრამპის ამორჩევლებს საერთოდ არ უნდა მოწონდეს შინაარსით, ეს არის კაცი, რომელიც არის ესენი ხო ჰომოფობები არიან და ეს კაცი არის გახსნილად გეი, ესენი ხო ქსენოფობები არიან და ემიგრანტი არ უნდათ, ეს კაცი არის ემიგრანტი გერმანიიდან და ასევე რაზეც დააბრაზდება მაგა არის ის, რომ ემიგრანტები წოვენ აცლიან ფინანსებს და რესურსებს ამერიკას და პიტერ თილი ყველაზე მეტს აცლის ერთ-ერთი ეს არის ფაქტიურად რა ვიცი government subsidies-ზე სუბსიდირებაზე და ტაქსებს არ იხდის და ასე შემოკლედ არ უნდა მოწონდეთ, მაგრამ ნუ აქვთ ამ რაღაცა ღარიბ ამერიკელებს ამ რაღაცა მდიდრების და იმების ფანატიზმი და კულტი ზოგადად ტრამპიზმი რო ქალთი არის მაგაზეც შევთანხმდეთ რა იმ დღეს იმაბის არ იყო საწყალი ის გოგო რომ მოკლა საკუთარმა მამამ იმიტომ რომ ტრამპთან დაკავშირებით შეედავა ეს გოგო და უთხრა რომ მე რო გავეუპატიურებინეო ბავშვი რო ვიყავი ამ პედოფილ ტრამპსო მაშინაც მოგეწონებოდა და ამ კაცმა უპასუხა რომ მე შენს გარდა კიდე მყავსო სამი შვილი თუ კიდე მყავსო გოგო და ახლა წყვია და მოკლა საკუთარი შვილი ან იმ დღეს ვიღაცა საწყალი ქალზე წავიკითხე, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა, და რომელმაც სიკვდილის წინ დაწერა ანდერძი, რომ მილიარდერ პრეზიდენტს დაუტოვა თავისი საწყალი ბინა. წარმოიდგინეთ, ეს არის ქალთი, აუხსნელი ქალთია მოკლედ რა და სწორედ ამიტომაც ეფერებიან ამ ტრამპს, იმიტომ რომ ტრამპი რო აღარ იქნება და მოკვდება ეს ქალთიც, ეს არის ტრამპის ქალთი რა, მოკლედ მაგა არის ტრამპის ქალთი და საბედნიეროდ იმდენი აღარ არიან და იკლებს მათი რეიტინგი, ტრამპის რეიტინგი ძალიან იკლებს, სწორედ მაგიტომ რომ გამოჩნდა რომ მარტო მაგა დარჩა და სვინგები დაკარგა, ეს ნეიტრალურები დაკარგა, ახალგაზრდები
დაკარგა ზოგადად რესპუბლიკელების ამორჩევლები, ლიბერალებსაც გვეზიზღება და ნუ მოკლედ დარჩა ეს რაღაცა მაგა, რომელიც თქვათ ისეთი ბევრი არ არის და ადრე ვიდეოშიც ვთქვი, რომ თუ არ გაგვიყალბა არჩევნები, მოკლედ არ არსებობს რომ ეგენი უმრავლესობაში დარჩნენ კონგრესში. მაგრამ დღეს მინდა ხაზი გაუსვა სწორედ იმას, თუ რას აკეთებენ ეს ტექნოკრატები, ეს ძირითადად ემიგრანტები რო არიან თვითონ და ემიგრანტებს რო ებრძვიან, იმისათვის რომ აღარ იყოს ამერიკაში მოკლედ დემოკრატია. პიტერ თილი არაფერს არ საიდუმლო, პირდაპირ ამბობს, რომ დემოკრატია is not compatible anymore. არ არის ხელსაყრელი განვითარებისთვისო და რა განვითარებას გულისხმობს, ხო? ეხლა აი ყველაფერი რაც ტრამპმა გააკეთა, მიუთითებს იმაზე, რომ მოკლედ ამათ სასათბურო პირობებს უქმნის. პირველი გააუქმა ყველანაირი რეგულაცია AI-ისა და AI ვიცით, ეს ხელოვნური ინტელექტი უკვე ძალიან დიდი workforce-ის მუშახელი ჩაანაცვლა და მომავალში ვიცით, რომ ეს უკვე არ არის კონსპირაცია, ეს არის ფაქტი, რომ AI ძალიან დიდ რაოდენობას ადამიანების workforce-ის შეითავსებს და რა ვიცი, რამდენი პროცენტი, ანუ ძალიან კარგად მე დავფიქრდეთ, ძალიან ჩვენ შვილებს მივეხმარებით თუ ჩაგვრიეს პროფესიის არჩევაში, საერთოდ რა პროფესია იქნება საჭირო სადღაც 10-20 წელიწადში, კაცმა არ იცის და იმას ვისაც თქვა შვილი ჯერ არ ყავს და აპირებს ამ თქვა ყავს რა ვიცი 5 წლის ბავშვი ის რომ უკვე იქნება ზრდასრული და უნდა იმუშაოს და დამოკიდებლად იცხოვროს, კაცმა არ იცის რაში იქნება მოკლედ ჩვენი შვილების საჭირო. ეს არის ძალიან ერთ-ერთი ჩემი აზრით საკმაოდ შეშფოთების მიზეზი. და სწორედ იმიტომ რომ ამდენი ხალხი აღარ იქნება საჭირო, ფაქტია, ეს ტექნოკრატები რაღაცნაირად თითქოს ცვლიან უკვე რაღაცა world orders. ხო და ამაში ძალიან უშლით ხელთ მათ დემოკრატია და არც მალავენ, იმიტომ რომ დემოკრატიას მოაქვს 1000 რეგულაცია, მოაქვს ადამიანის უფლებები. ხო მოაქვს რაღაც გარემოს დაცვის რაღაცა რეგულაციები, მოაქვს უნდა გაუკეთო თქვათ რაღაც შენს დასაქმებულებს უნდა გაუკეთო ჯანდაცვა, ისა ეს მოკლედ არ ჭირდებათ რა, ეს არის ხელის შემცვლელი ფაქტორი და ამიტომაც არც ევროპის დემოკრატია არ ჭირდებათ, რომელიც მუდმივად თავზე ადგას და რაღაცებს უთulis, არც ამერიკის და საერთოდ არსად და როდესაც საკუთარ ქვეყანაში ებრძვიან ესე დემოკრატიას, როგორ შეიძლება რომ ისინი რომელიმე ქვეყნის დემოკრატიას ახალისებდნენ და ხელს უწყობდნენ. ხო აი მოკლედ გეტყვით კიდე რა ხდება თუნდაც ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ ამერიკაში. მე მესმის რომ ამერიკა ანგელოზი არ ყოფილა, მაგრამ ის რა თქვათ ახლა სისტემურად ხდება და სისტემატიურად ხდება, ხო, ესე ნახდათ არ იყო ადრე. აი მაგალითად ის რომ აკეთებენ, იმაზე რო აღარ ვილაპარაკოთ ამ ტრამპის გესტაპოზე როგორ აწიოყებენ ქალაქებს, იმაზე რო არ ვილაპარაკოთ, რომ პირობითად აშენებენ საკონცენტრაციო ბანაკებს ფაქრიოთ 10,000 კაცი რო ეტევა, ეგეთი უამრავი 7 ჯერჯერობით იყიდეს უზარმაზარი ეს warehouse-ები, ეს საწყობები და იქ აპირებენ რომ აშენოთ ძალიან დიდი ტევადობის detention-ები, სადაც აქამდეც გამოჩნდა რომ პროტესტის დროს ამერიკელებს, აი როდესაც არანაირი უფლება არ აქვთ რომ ამერიკელი ჩააგდონ detention-ში, სადაც რაც არის აშენებული ემიგრანტები, უკანონო ემიგრანტებისთვის, იმებს ყრიან იქ. მაგას რო თავი დავენებოთ, იმ დღეს იყო მაგალითად ესეთი ამბავი, რომ 1.56 წლის უსინათლო კაცი გამოუშვა სასამართლო, ანუ detention-ში ყავდათ, უკანონოდ ყავდათ დაჭერილი. სასამართლო არ გამოუშვებდა ის რომ არალეგალურად ყოფილიყო ქვეყანაში და ეს კაცი გამოუშვეს ისე რომ არ შეატყობინეს ოჯახს, საერთოდ ფეხებზე კიდიათ, მიხვდით, ანუ ოჯახს არ შეატყობინეს, ძალიან შეუსაბამოდ იყო ჩაცმული და სადღაც ბაფალო ნიუ-იორკში, სადღაც გამოაგდეს და ეს კაცი გაიყინა, მოკვდა. აი ესეთი და იმას აღარ ვლაპარაკობს ადვოკატები რომ გამოდიან ამ detention-ებიდან, ამ დაკავების ცენტრებიდან და რომ როგორი ადამიანის და უფლებების დარღვევას ლაპარაკობენ, თუნდაც ანტისანიტარიაზე, არანაირი სამედიცინო დახმარება, ერთმანეთზე წვანა, ეს რაღაცა გაფუჭებული, აყროლებული ტუალეტი, საშინელება ხდებაო მოკლედ რა. ხო და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით აკეთებენ, ხო, ნუ აი მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ეს ამერიკა, დღევანდელი ამერიკა, თუ არ შეიცვალა რამე ნოემბერში,
რომ რაღაცაში ხელს შეუწყობს რომელიმე სხვა ქვეყნის დემოკრატიას. უამრავი კიდე მაგალითი შემიძლია, უბრალოდ ძალიან გამიგრძელდება ეს ვიდეო, უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იმაზე თუ რატომ არის დღეს ამერიკა არასანდო, ტრამპის ამერიკაზე მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ერთ-ერთი არის სწორედ ის, რომ ეს ამერიკელები თვითონვე ამერიკელები არიან ძალიან უკმაყოფილო ყველაფრით, რასაც ტრამპი აკეთებს. არაფერს არ აქვს მაღალი რეიტინგი ტრამპის ახალ წესებთან ცვლილებებს, მაგრამ ტრამპი საერთოდ არ პასუხობს საკუთარი ამომრჩევლის და ხალხის მოთხოვნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა არ დადგება არასოდეს, არავინ არ მოთხოვს პასუხს. მიაჩნია, რომ მას უკვე დაწყებული აქვს ძალიან ბევრი რაღაცა ცვლილებები, ჩაშვებული გეგმა იმისთვის, რომ მისი ადმინისტრაცია მუდმივად, ტრამპი მუდმივი არ არის, რაც უჩანს იმ თავისი მახინჯი კოსტუმებიდან. ყველაფერი პება ფაქტიურად ზეზეულად ჩვენ თვალწინ. ის მუდმივად არ იქნება, მაგრამ ამას უკვე უნდათ რომ ისე ქონდეთ, ეს ძალაუფლება უზურპირებული, ტრამპი რომ მოკვდება და აღარ იქნება, უკვე არაუშავდეს. და შეძლონ რომ თავისი აჯენდა გააგრძელონ. აი, ერთ-ერთი მთავარი კიდე ის თუ რატომ ვთვლი რომ მარტო მე არა, რატომ ითვლება ზოგადად და ბევრი ამერიკელი რატომ თვლის, რომ მათ ეს არის კლასების ომი და რომ მათ არ ჭირდებათ ამ ხელა პოპულაცია, არის ის, რომ მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები ძალიან წინააღმდეგები იყვნენ, ახლა ვის უნდა, ხო, რომ ჯანდაცვის დაზღვევა გაგიუქმოს, სუბსიდირება მაინც გააუქმეს. დემოკრატებმა დადეს პროგნოზი, რომ აი ამ სუბსიდირების გაუქმებით დაახლოებით 70,000 კაცი მინიმუმ მოკვდება ტყუილა. იმიტომ რომ მას არ ქონდა თქვა ალბუტეროლის ფული. არა და ჩვეულებრივი ფუნქციონერი ადამიანი, რომელიც დადიოდა სამსახურში და იყო ტაქსპეიერი. მაგალითად, ასევე ელემენტარული ალერგიების გამო, ანუ მოკლედ რა, და რატომ არ უნდათ ეს ავადმყოფი, ღარიბი, იმიტომ რომ რატომ არის პროპაგანდა აი ამ კონსერვატორების, რომ ის რა ქვია, კაპიტალისტების, რომ რა ქვია, სუბსიდირება არ უნდა ხდებოდეს, არ უნდა იყო მათხოვრად გადაქცეული შენი ქვეყნის ბიუჯეტის წინაშე და ყველა ნუ კიდე შეიძლება ძალიან ბევრი ლაპარაკი იმაზე თუ როგორ დაანგრიეს ეს ინსტიტუციები, რომლებიც იყო თქვათ იმისთვის შექმნილი, რომ ადამიანის უფლებები დაეთვალა, კვლევა გაეკეთებინა, ასე შემდეგ, როგორ ექცევიან და ებრძვიან ვაქცინაციას და მიზელსის, ანუ წითელას, აუთბრეიკი აქვს ამერიკაში, თანამედროვე ამერიკაში როგორ შეიძლება იყოს წითელას ეპიდემია და მოკვდეს ბავშვები წითელათი, ტეხასში და ფლორიდაში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მთელი ეს მიდგომები მოკლედ არის თითქოს რა ფაქტია რა ხალხო რა, რომ აი ტვირთია, პენსიონერი ტვირთია, ღარიბი ტვირთია, ვეტერანი ტვირთია, იმას ის გაუქმეს, ამას ეს გაუქმეს და თან დაქცინიან, რომ წადი იმუშავე და იშოვე. და მოკლედ ეს ტექნოკრატები გიწესებენ ყველაფერს, ეს ტექნოკრატი ოლიგარქები, მინიმალურ შემოსავალსაც, მინიმუმ ვეიჯი რამდენი უნდა იყოს, გექნება თუ არა healthcare, ახლა მარტო ის რა დღირს, რომ ილონ მასკი, რომელიც ყველაზე მდიდარი კაცი, ის ჩაუდგა ამ რაღაც government რაღაც agency რო გააკეთეს ეს Dow-ს სათავეში და ყველაზე მდიდარი კაცის ხელით ყველაზე ღარიბებს დაარტყეს. ძალიან ბევრი ხალხი კვლევები ამბობს, რომ უამრავი ხალხი იხოცება იმის გამო, რომ USAID აღარ არსებობს, წარმოიდგინეთ, USAID, რომელიც მის ავკარგიანობაზე არ მინდა ეხლა ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ მოკლედ ძალიან ყველაზე ღარიბ ადამიანებს აჭმევდა და სამედიცინო დახმარებას უწევდა, ვაქცინაციით მოკლედ ყველაზე მდიდარმა კაცმა ყველაზე ღარიბებს ესე დაარტყა და დააჭირა წიხლი, ხო? ეს არის პირდაპირი კლასების ბრძოლა, მეგობრებო. ჩვენ კი გვაგონებენ, რომ კულტურების ბრძოლაა და არის და ამერიკას კულტურა შეეცვლება და იქ მუსლიმები შემოესევენ, ის შემოესევა და საბოლოო ჯამში გადააქვთ აი ამ ხალხის ფოკუსი იქიდან, რომ რეალურად ეს არის კლასების ბრძოლა, ტექნოკრატი ოლიგარქების მიერ მართული და
ბუნებაში არ არსებობს იმაზე მარტივი სამართავი კაცი, როგორიც არის ტრამპი. ბუნებაში არსებობს რა ვარსკვლავები განლაგდა მოკლედ აი როგორც იმაში ხეთ ასტროლოგიაში რომ ხელსაყრელად რომ განლაგდება ეს ვარსკვლავები რომ ამაშიც გამოგადგება თან ფულის კეთება უყვარს და როგორც კი რაღაცა პატარას დაანახებ ყველაფერს თავს გიქნებს ყველას უამრავი კრიმინალი თაღლითი, ბევრი რო ქონდათ მოპარული ბიუჯეტიდან გამოუშვა შეიწყალა და გამოუშვა ციხიდან რაღაც კრიპტომაგნატები და ასე შემდეგ. მოკლედ აი ყველანაირად იყო ხელსაყრელი აი ამ ტექნოკრატებისთვის ტრამპი და ამიტომაც მოკლედ მოიყვანეს და ესეთ აგვასვეს ხო და დრო გვაჩვენებს იმედია რომ შეიცვლება ეს ყველაფერი ნოემბერში მე ვიცი ძალიან ბევრი ქართველი განსაკუთრებით ბელადომანიით შეპყრობილი ქართველი არის ტრამპის დიდი მოტრფიალე ვიცნობ პირადად ეგეთ ხალხს მაგრამ მე მაქსიმალურად გავაკეთებ რომ მისი პერსონა კარგად გაგაცნოთ რომ მივხვდეთ რომ მოკლედ ტრამპის სიყვარული და პროდოსალური ღირებულებები ერთმანეთს ძალიან ცდება და თუ ეს ინფორმაცია რაც მოგაწოდეთ საკმარისი იყო იმისათვის რომ უბრალოდ მიიღოთ როგორც ინფორმაცია რომ ტრამპი ძალიან ებრძვის და ეს ტექნოკრატები ძალიან ებრძვიან საკუთარ ქვეყანაშივე დემოკრატიას მე უკვე მარტივი იქნება იმისი ანალიზის გაკეთება რომ არ შეიძლება რომ სადმე სხვაგან ისინი ახალისებდნენ ან დემოკრატიას, ან ადამიანის უფლებებს, ან ზოგადად კეთილდღეობას. დიდი მადლობა დროებით.